ჩემთან ერთად ბევრი რამ ხელს გაიგებს. გითხრათ, რომ ჩემი განგრევლი გზა უკავშირდება საინტერესო მოგონებებსა და ადამიანებს. ჩვენ ერთად ვიდექით სცენაზე. მადლიერი მაყურებელი ვიკრავდათ აქ. წარმოდგენა ცვლიდა და გვახარა და ეს საერთო თეატრალური დღესასწაული. ჩემი სიყვარული ესაც ჩემი თავია. ერთგული სოხუმელი მაყურებელი. უამრავი გასახსენებელი ამბავია. სანაპიროს ულამაზეს სივრცეში ჩაწერილი. არწივის თავიანი და ლომისკანიანი. შადრევნების სცენაზე მოლაპარაკე თეატრის გრძნეული ტრიფონებია. ეს ტრიფონები რა არის? ალბათ მოგრანები გაიგე. და ბოლოს ჩემი სიყვარული. ჩემი თეატრი. ასაკიდან გამომდინარე ჩქარი. ძალიან უნდა მოვასწრე. რაც შეიძლება მეკითხავს. ერთ სათქმელად შეიძლება წარსულის ეპიზოდი. ბუნებაში დაღითილი ცნობაა. მოგიგონოს, რაც მტკიოდა და მახარებდა. რაც მავსებდა და მანიჭებდა ბედნიერებას. ძალიან მინდა ითქვილიც გახდეს ჩემი განცდის თანაზიანი. თავს ვალდებულად ვრი მოუყვინ ამბავი, რომელიც არა მარტო ჩემი თეატრის, ჩემი ლამაზი ქალაქის, ჩემი სოხუმელების ისტორიის ნაწილია. მე მოვიგონე ის, მისი დავიწყებაც ვერ შევძელი. ლიანა მიქაშავიძე. მიქა მარშალია სოხუმთან ახლოს დიდ ძალ მიწებს ფლობდა. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ აფხაზი დიდებულები. ერთ წელსაც მასთან სტუმრად ჩავიდნენ ემხوارების ოჯახი. მთელ აფხაზეთში გავარდა ხმა, რომ მარშალიებისა და ემხوارების შვილს ერთმანეთი შეუყვარდა. ასიცა და ბათილს. ასეთი მშვენიერებით განთქმული ასული იყო და არაერთ აფხაზ დიდებულს უყვარდა. ერთ-ერთი ასტაბურიც გახდა. ბევრს ეცადა, რომ ოგოსთვის თავი მოეწონებინა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ვერ მოიტაცა. იძულებული გახდა ბათილი შური ეცია, ასეთი დების დასახსნელად იგი სიცოცხლეს გამოასწავლა. ბათილმა როდესაც გაიგო, რომ ასტამბურმა მოიტაცა მისი საყვარელი ქალბატონი, მოკლა იგი და დღეში გადაიხვეწა. შემდეგ ასითმა თავი მოიკლა, რადგან ხმა გავრცელდა, რომ ბათილმა თავი აღარ იცოცხლა, მოკლეს მისი კვლელიო და წავიდა იმერეთში. იმერეთში როდესაც ჩავიდა, ვეღარ გაამხილა, რომ თავადის-შვილი იყო და რაკი მიქა მარშალიას შთამომავალი იყო, უთხრა მიქაშავიძე გახლავარდო. მაყოფილმა დიდებულებმა ოჯამაგირად დააყენეს. შემდეგ აჩუქეს სოფელი საზანო და სწორედ ამ დღიდან მოყოლებული სოფელ საზანოში ცხოვრობენ მიქაშავიძეები. ამ გვარის მარტო მამაჩემის ოჯახი იყო. ნიკოლოზ მიქაშავიძე. მამაჩემი. მართალი, წესიერი, შრომის მოყვარი ადამიანი და ჩემთვის სანიმუშო პიროვნება. ის 1909 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. საფრჩხიაზე გაზრდილი ბიჭი ჯერ თბილისში, მერე კი უკვე საბოლოოდ სოხუმში მკვიდრდება. მამა არ ახსოვდა, ადრე გარდაეცვალა. დედას ნატალია დაშნიას მარტოკას დააწვა ქვრივობის სიმწიფე. უჭირდა დედაშვილს, უკვე 10 წლის ასაკში სკოლას თავი დაანება და ხან გავარვარებულ ფურასთან იდგა ფეხში შვება. ხანაც შემოფლეთილი ტანსაცმლით, ნახევრად მშიერი, ბაზარში დოქით წყალს ყიდდა. ლოგინად ჩაწოლილი დედისთვის, ყური და შაქარი მაინც რომ მიექნა. თუმცა ცხოვრება მის მაინც არ გაწირა. სანამ მამა ქუთაისს დატოვებდა,
დიდი კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის წითელი არმიის თეატრში მიიღეს მსახიობა. მართლა? ეგ კი არა, რამოდენიმე თვე ახალბედა გენიალურ მხატვარ ედრე უცხოთანაც კი მოუწია ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. მე უკვე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად სწორედ იმ დროს 1928 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გაიხსნა და რეჟისორმა გიორგი დარისპანაშვილმა იგი მოზარდის თეატრში მიიწვია სამუშაო. აი მოზარდში მოსვლის დღიდანვე იწყება ბატონი ნიკოლოზის შემოქმედებით ცხოვრების საუკეთესო წლები. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მამას შენობის სფენზე ისეთი საცხოვრებელი ფართი გამოუყო, რომ ლოგინი და პატარა მაგიდა ძლივს ეტევოდა. ძვინვარებდა 30-იანი საბჭოური წლები. სოფელ ქალაქი გაისო უდედმამო მაწანწალა ბავშვები. გამოვიდა ყოფილიდან. რა უბედურება მაწანწალების დრამაში ვიქნება ცხოვრება რომ შეიძლება თავიდანებით მაგის მემოული. რა ქვია? იგო საიდან? ყვირკველი წალენჯიხიდან მე რატომ მიპარავ? მშობლები არ ყავს? დედა ჩემი მეორე და დათხოვილი მამა ჩემსაც პაცოლი ყავს დედას არ მივიდიოდი მიყვიროდა ჯიმს მოდი თიქმიკოჩინას. წადი ახლა მამა შენთან. მამასთან წავიდოდი იქ დედინაც არ მიყვიროდა დიდა ჯიმს და მამა შენგენჯა. მე უნდა გიპატარო. არავის მიდიო თბილისში როგორ აღმოჩნდი? საბარგო მატარებელს გამომდევი და ისე წამოყოლ ჩემთან. სად როგორ მიგავიყოთ ერთმანეთში უკმაპურსა და გროშის? იმ დღიდან პატარა ილოს აღარც შიოდა და აღარც სციოდა. თითქოს მაწანწალობაც ნელ-ნელა მიივიწყა. ერთ თბილ საღამოს თურმე მამა მეგობრებთან ერთად საფიჩხიაზე წყულუკიძის ბაღში მჯდარა ძელს კამზე, როდესაც მათ წინ ჩაუვლია ლამას და გრძელთმიან გოგონას. ესე იგი ლიდა ბაჩილო რა? დიახ, ლიდა ბაჩილავა. მარტვილიდა კი, ინჩხურში დავიბადე. ჩხურში დიახ, ინჩხურში. იქ სადაც ზღაპრის სილამაზის ღრმა და ვიწრო ხეობას ხმაურით იკლებს ჩანჩქერი. ასეთი ლამაზი დედას გავხარებათ რა? არ ვიცი, დედა არც მახსოვს. ობლობაში გავიზარდეთ მე და ჩემი დაც. და ქუთაისში რას აკეთე? მამამ გამომარიდა ერთ დარდიმად და ქალების მოტრფიალი ახალგაზრდას. გამოგარიდა? ხო, მოტაცება დამიპირა და? მოტაცება გაგიმირა? დიახ, მოტაცება დამიპირა. აცი ვეღარავინ მიგიტაცებს რაც შეეხება ჩემი მშობლების გაცნობას. ახლა რაც შემეხება მე. მე დავიბადე 1939 წლის 28 სექტემბერს. მგონი გოგოა. მგონი გოგოა. სასიხარულო ამბის გაგებისთანავე მსახიობების სპექტაკლიდან პირდაპირ სამშობიაროსკენ გამოქცეულა. დედა ჩემ თეთრ ბაჩილოვას სამშობიაროს ეკთავს.
თურმე ზეწლებში გახოვილი ფანჯარასთან მიუყვანი ვარ. აუტეხავთ მსახიობებს ჟივილ, ხიბლი და ბოლოს ზედმეტი ემოცია ტაშითაც გამოვხატავ. ასე რომ აპლოდისმენტები დაბადებიდან დაყვა. თეატრში დაბრუნებულ მამაჩემს მისი მეგობრების მიერ სახელდახელოდ გაშლილი სუფრა დახვედრია. ამ სუფრას იმ დროისთვის თეატრში მისული შალვა დადიანი და კაკო ძიძიგურიც ესწრებოდნენ. პირველი სათხე გრძელდება სწორედ ბატონი შალვას წარმოთქვა. მომავალი მსახიობის ლიანა მიკაშავითის დაბადებას გამომარჯოს! გამომარჯოს! შემდეგ ქალბატონი ლიანას დედაც მივიდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ისინი ამ თეატრის პირველი თაობის მსახიობები იყვნენ და შეიძლება ითქვას დამაარსებლებიც. მაშინ მოზარდ მაყურებელთა თეატრი რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობდა, სადაც ახლა პანტომიმის თეატრი. და პატარა ივოს რა მოვიდა? რა შეიძლება ივოს? დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტალინის ბრძანებით ხელოვნების მუშაკები ომში არ მეხავდა. მაგრამ მამა სხვა მოზარდებთან ერთად ფრონტის ხაზზე გავიდა. სანამ სამხედრო ბაზაზე წვნას გადიოდა, ივოც თან წაიყვანა. ბიჭს მოდერებით ოლკი შვილობილიც კი შეარქვეს. სიმბალკა და სანამ მამას შენერიც კერჩის ნახევარკუნძულზე გადაიყვანა, მან ივო თავის ერთ მეგობარს, კულტურის სახლის დირექტორს მიაბარა, სადაც ბიჭს მომცრო ოთახი გამოუღეს და ცოტა ჯამაგირიც დაუმიშნეს. თავის მფარველ ნიკოზე შეჩვეული ბიჭი გაიქცა კულტურის სახლიდან. კერჩიდან დაბრუნებულმა ნიკომ ვერსად მიაგნა ივოს ყვალზე. ой, რას ამბობ? მაგრამ ილო მოგვიანებით კიდევ გამოჩნდება. წლების მერე, როცა წამოვიზარდე, მამამ ერთის ფაბულის მოფაქტის შესახებადაც მიიღო. ხუხულის უხელტეხილზე დაჭრილები, დამხმარე პერსონალის მომგობინი, უკვე მომაკვდავი ბიჭები, ქაღალდის ნაგლებს ეძებდნენ თურმე თავიანთ ვარსტახელებს და ტყვის მასლებში ინახავდნენ. აი ამ ტყვის მასლებზე ფიქრი არ ასრულებდა მამაც. ომის დამთავრების შემდეგ მალევე რამდენიმე თანამებრძოლ მსახიობთან ერთად ლავგაიარა საბრძოლო გზა ხუხუროვდა. პოეზია შეაგროვა დაღუპულთა ტყვის მასლები, რომელთა საშუალებითაც ცნობილი გახდა ცხრა დაღუპული მსახიობის ვინაობა, რომელთა გვარებიც საჯაროდ დღეს შეგდება პირველად. აკალია, იაგორაშვილი, თარბა, ჩიჩერია, არჩაია, ციციგური, უბაზე, მუკობა, თარბა. დასანანია რომ ამ 5 ქართველი და 4 აფხაზი მსახიობის გვარი ქართულმა თეატრმა ვერ დაიმასო. 4 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები, რეჟისორმა და დრამატურგმა გიორგი გაგუნიამ რა? სოხუმის თეატრში მიიწვია სამუშაო. მოუწევს. დღესაც ჩამესყრის მამას სიტყვები. სოხუმში ქართული საქმე ყველა უნდა ვაკეთოთ. დღევანდელ დღეს არ მახსოვს ზამთრის დილა სოხუმში რომ ჩამოვედით. მუდამ ზიანი და თბილი ქალაქი სუსხ
სახში გაყვეულიყო, ყოფის პირველად წვიმდა. სოხუმ. აფხაზეთში პირველი ქართული სპექტაკლის თამაშის ცნობა 140 წლის წინათ დაბეჭდა ივერიაში. მაშინდე ივერია წერდა, რომ თეატრი ერთადერთი ადგილი აფხაზეთში, სადაც შეიძლება ქართული ენა ისწავლო, რადგან თურმე იმ პერიოდში ქართულად ლაპარაკი გაუნათლებლობას ნიშნავდა. ამიტომ აფხაზეთის არისტოკრატია ციური მანანასავით ელოდებოდა თეატრის გახსნას და ამ პერიოდის ხსნა შავა დადიანა, რომელმაც 1912 წელს მოგზაურთა დასი დაარსა. მოგზაურთა დასი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციასთან ერთად ქართული სიტყვის გაჟღერებას და პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. 1928 წელი კი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია სოხუმის თეატრის ისტორიაში. პროფესიული თეატრი იწყებს ფუნქციონირებას და ამ პერიოდის პირველი რეჟისორი ბატონი დუდუ ძნელაძე გახლავთ. შემდეგ უკვე მოვიდა თეატრში სამუშაოდ ვახტანგ გარიგი. სწორედ მისი მოწვევით მოიწვიეს ქალბატონი ლიანას მშობლები სოხუმის თეატრში სამუშაოდ და უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ქართული თეატრის და ნიშანდობ სოხუმის თეატრის სამსახიობო სკოლა მეტად მაღალი სამსახიობო ოსტატობით გამოირჩეოდა. საკმარისია ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარი, მაშინ მივხვდებით რა რანგის არტისტები მოღვაწეობდნენ სოხუმის თეატრში მხარად. ბატონი მიხეილ ჩუბინიძე. სხვათა შორის მიხეილ ჩუბინიძე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახდა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მან რამაზ ხვიყვაძესთან ერთად მიიღო. ბატონი ლეო ჭედია, ტარას ხორავა. ტარას ხორავა ქსენია დოლიძესთან ერთად თამაშობდა ოტიო იოსელიანის პიესაში სანა ურემი გადაბრუნდება აგაბოს როლს, რომელიც მანამდე სერგო ზაქარიაძეს ჰქონდა ნათამაშები და ბატონ სერგოს რო უნახავს ტარას ხორავას აგაბო და ქსენია დოლიძის არაჩვეულებრივი დუეტი უთქვამს, რომ ვერ უცოდნოდა ასე თამაშობდა ტარას ხორავა ამ როლს სულეთ სხვანაირად შევასრულებდი. ქალბატონი თამარ მელაძე, ქალბატონი ილია წერეთელი, ნინო ჩიხლაძე, სოსო ჯაში, თამარ ოქროპირიძე, თამარ მაქარაშვილი. თამარ მაქარაშვილი გურამდა გაბუნიას დედა გახლავთ, აი რეჟისორის გიორგი გაბუნიას მეუღლე, რომლის მოწვევისაც ქალბატონი ლიანას მშობლები მოხვდნენ სოხუმის თეატრში. ქალბატონი ლიდა ყარალაშვილი, მსახიობია ბოგუჩავას დედა, ირინა დონაური ოტე მარჯანიშვილის ქერი იყო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დაძაბულობისთანავე პირველი გამოუშვეს თეატრიდან და სწორედ სოხუმის თეატრმა მიიღო იგი სამუშაოდ. შემდეგ უკვე სხვა თაობის მსახიობები და ახალი ძალა მიემატა სოხუმის თეატრს. ქალბატონი ფლორა შეგანია, ლენა საყვარელიძე, ბუხუთი ზაქარიაძე, არაჩვეულებრივი სამსახიობო წყვილი ვენერა ნეფარიძე და როფილფანი. ბატონი ვიქტორ ნინიძე, დავით თევზაძე, თინა ბოლქვაძე, ვალერიან კვაჭაძე, ვალიკო დოლიძე, ნოდარ მასხულია, ილია რამიშვილი, ანა სამაძე და მრავალი სხვა.
და ჩაწიკტიკებული სამუზეუმო ნივთები, იშვიათი ექსპონატები, ესკიზები, აფიშები, ხელნაწერები. ვიდრე რეპეტიციები გრძელდებოდა, ტოვებდნენ დეიდა ოლიასთან. ის თეატრის მუზეუმის გამგე გახდა. არა მხოლოდ თეატრის დაარსებიდან ის მსახიობად მუშაობდა და მუზეუმის გამგეობასაც აფასებდა. ოლია კანდელაკი, რომელიც თეატრის დაარსებიდან მსახიობად მუშაობდა და თეატრის მუზეუმის გამგეობასაც ითავსებდა. მაშინ ვერაფრით ხსნიდი წარსულის ეს საგამოფენო სივრცე რატომ ხიბლავდა ასე. როდესაც დეიდა ოლია ლოგინად ჩავარდა, მე უკვე მოზრდილი გოგონა. ვიცი, ჩვენი თეატრის წარსული ისევე გეძვირფასება, როგორც დღევანდელი. ხო, ჩემი დაწყებული საქმე შენ გააგრძელე. შეინახო და მოუარო ყოველივე იმას, რაც ასე გიყვარს, შეგინახავს და გითვალიერებ. დღეს უკვე ვიცი. ჩემი მოგონებების წიგნი თეატრის ერთ-ერთი ის საგამოფენო ფურცელია. დეიდა ოლიას ოთახში რომ დავიწყე შევსე. 30 წლების ბოლოს სოხუმის თეატრში ლეოჯედიამ გადაწყვიტა გარსია ლორკას პიესა მეწამეს ჯადოქარი ცოლი დაერგა. მარს ბატონი ნიკოლოზი თამაშობდა ცოლს მარინა თბილელი. ქალბატონი ლიანა კი რეპეტიციების დროს ლოშაში იყო და სცენაზე მიმდინარე პროცესს თვალყურს ანდევნებდა. სწორედ ამ დროს ლიანასკენ შეტრიალდა ბატონი ლეო და ბრძანა. თქვენი პატარა ქალბატონო, ჩვენ სპექტაკლში ითამაშებთ მეწარიშვილს. მე? დიახ, თქვენ. აი, ასე გავხდი მეც ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე და უბედნიერესი ბავშვი მთელს დედამიწაზე. ჩემს დანახვაზე მარინე თბილელი იყო და აი მოგწამდება დიდი თეატრის პატარა მსახიობი კავშირებია. წარმოიდგინეთ, რამხელა ოვაცია შეხვდებოდა პატარა ლიანას, როდესაც პატეოსე გამოვიდოდა დიდ მსახიობებთან ერთად. დიდ თეატრის პატარა მსახიობი ქალბატონმა მარინამ მისთვის მირთმეული ყვავილების კალოთა სწორედ ლიანას წინ დადგა. სხვათა შორის ამ ამბავზე უტაბერულავამ ლექსიც კი დაწერა. ლია ერთი ციცკნა, ვირცხლი, ცელკი, ენამზე, მუდამ ამას იძახის გამიშვიდო სცენაზე. რეჟისორთან მივიდა, თავი მაგვა ასწია, ძიაგენა ცვალები როლი მომეც პარტია. რეჟისორი იცინის, მთელი დასი იცინის, რომ ატირდე გოგონი, ხომ დავიწვით სიცხლი. სუგრუმელა ლიანა იცავს თავის დედიკოს. თითქოს ხალხში არა სახლშიც აღარ ედგინოს. მოდა გაშრა მიცმა. აუსრულეს რაც სურდა. მამას ყველა უოგო საყვარელ მასულა. გაიარა ვარჯიში თამამად და მპირწყლა და რეჟისორის რჩევაზე ლია სუსტად იცავდა. წარმოდგენად დაიწყო. აჰა, ნახეთ ლიანა. თქვენ გულია კატილდა, ჩვენი გოგოწკია. როცა ნორჩე არტისტი, ხილებს ნაზად გაშლიდა, ხალხიც ასე დარბაზი გუგუნებდა ტაშიდან. ბრavo! ჩამოვიდა. აი ხარა. ფარდაც მალე დაიშვა. ლიას შულზე კოცია. სწორედ მისალოცია. სწორედ მისალოცია. ლია ერთი ციცკნა, ცელკი კვირცხლი ენამზე. ახლაც იმას იძახის გამიშვითო სცენაზე. მეორე მსოფლიო ომიც დამთავრდა. საბჭოთა კავშირში ბევრი გერმანელი ტყვე იყო და სტალინის გადაწყვეტილებით სწორედ მათ ააშენებინეს სოხუმის ახალი თეატრი. თუმცა შეემატა კიდევ ერთი მშვენება, დრამატული თეატრის ახალი შენობა, რომელიც აგებულია დიდი სტალინის პირადი ინიციატივით.
თეატრის წინააღმდეგ დამშვენებულია შადრევნებიანი მოედანი. შენობის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს მთავარი შესასვლელი, რომელიც გაფორმებულია ქართული ჩუქურთმებიანი ლამაზი ვიტრაჟით. ორსართულიანი ქართული დარბაზის ფოიე. თეატრის მთავარი დარბაზი დათვალისწინებულია 700 მაღლებისგან. კიდევ უფრო ამშვენებს დიდი როლის ჯარი, რომლის დიამეტრი 3 კილომეტრი. ყველაფერი მზადაა თეატრის გახსნისათვის. 4 დეკემბერს სუხუმელმა მშველებმა თბილი შეხვედრა მოუწოდეს თეატრის ახალი შენობის გახსნაზე დასასწრებლად ჩვენი რესპუბლიკის ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს. სუხუმის თეატრმა ამ ღირსსაცდელ დღეს თავისი ახალი სეზონი გახსნა შალვა დადიანის ცნობილი პიესი ნაბერძგლიდან. მე კიდევ ახალწელთა დილამია სუფრაგოს გასწოდიდა იმრაიცა ისუზმა ხოლო თვითონ რომ მიპიადებს ნაცვალებს ერთი მანდ არა პრეზიდენტი იმას დაგშევე დაწერე არ მიპიადებს სწორედ დაიწყო და არაჩვეულებრივი გრიფონებიანი შადრევანი, რომელიც ლამის 7 ათეული წელია უკვე სოხუმის სავიზიტო ბარათად იქცა. მოდიცო, თქვენ მაინც ამისადით რა არის ეს გრიფონები? აიწევ. ლომის ტანიანი და არწივის ფრთებიანი მიდეული არსი. სხვათაშორის სკულპტორი ბატონი ბიძინა ღოღობერიძე. დაიგე? ჩვენ ცხოვრობთ სასტუმრო რიწაში. ხამის 12 საათზე როცა შადრევნები გაითიშებოდა, მშობლების ნებართვით გრიფონებისკენ გავყოდით მსახიობთა შვილები. მურადა გაბურია, დია ბოკუჩავა, ლალა გიორგაძე, ბაჟა ჩუბილიძე და მე. გერმანელი ტყვეები საკითხო მანქანით მოჰყავდათ ხოლმე სამუშაოდ. ნეჩეუარომ ჰაზდუნია ისინიც ჩვენნაირები ყოფილიყო. Ich verstehe deine Sprache nicht. როგორი გამხდარი და ნაღვლიანი ხარ. ალბათ საჭმელს ძალიან ცოტას გაჭმევენ, არა? Ich habe auch eine kleine Tochter. Wenn du dort in Deutschland. Kommst du morgen auch hierher? კი მეც მოვა. გერმანელ ტყვეს ჰანსი ერქვა. მოიცა. ისახი საერთოდ. ერთხელ ასე დაუძახა მეორე ტყვეში. იმან დაუძახა. Entschuldigung. როგორც ყველას, მაშინ ჩვენს ოჯახსაც ძალიან უჭირდა, მაგრამ ჰანს, აი ნახე, ცოტა საჭმელი მოგიტანე.
Ja, wer auch ein Geschenk für dich? ჰაღალზე უბრალოდ თანხით შესრულებული ნახატი. პატარა უნდა წაიამ გავდა მე გაშრილი ხელით რაღაცას ატვდი და მისწინ დგარ მაღალ სამხედრო შინელში ჩაცმული კაცი. ის ვინახავდი ამ სურათს. მაგრამ დროთა განმავლობაში უბრალოდ თანხით შესრულებული ნახატი თანდათან გაუფერდა. ბოლოს კი მისგან სილუეტი გადარჩა. დაგვეკავა ხელები, მერე რა მოხდა, მერე. მაგრამ ხანსი დღემდე მახსოვს. გაიგე? შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ნიუ-იორკის მსოფლიო აკადემიის აკადემიკოსი და დიდი ქართველი ექიმი ვახტანგ ბოჭორიშვილი სოხუმის თეატრის რეჟისორი გახდა. სხვათა შორის თეატრალურ ინსტიტუტში ვახტანგ ბოჭორიშვილი მოსწავლე იყო და ასევე იმ პერიოდში სწავლობდა, როცა მოღვაწეობდნენ დოდო ალექსიძე და გიორგი დავსტანოვი. გაანაწილეს სოხუმის თეატრში სამუშაოდ და მისი სადებიუტო სპექტაკლი გახდა ხევისბერი კოჩა. არაჩვეულებრივი გადაწყვეტა ჰქონდა ბატონ ვახტანგს, ამ პერიოდში თავდავიწყებით იყო შეყვარებული მარინა თბილელზე, ქალბატონი მარინას ესეთ მიზანსცენა დაუდგა, ჩააცვა არაჩვეულებრივი აბრეშუმის კოსტუმი, ზემოდან ისხმებოდა წყალი, მარინა სველდებოდა, ის მშვენიერესი სილუეტი კიდევ უფრო გამოკვეთილი იყო და სპექტაკლის ბოლოს საქართველოს დროშა გამოჰქონდათ მსახიობებს. დიდი წარმატებით დამთავრდა პრემიერა, მაგრამ ერთ დღესაც მივიდა საბჭოთა იდეოლოგი და თეატრის ხელმძღვანელობას უთხრა. თუ გინდათ, რომ სპექტაკლის რეპერტუარში დატოვების ნებართვა მოგცეთ, ქართული დროშის ნაცვლად წითელი საბჭოთა დროშა შემოიტანეთო. თეატრის ხელმძღვანელმა დაიბარა ბატონი ვახტანგი და უთხრა, დროშა უნდა შეცვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში სპექტაკლს რეპერტუარიდან მოსნიან. სამონებელში ჩავარდა ბატონი ვახტანგი. მთელი ღამე მას და მარინა თბილელს სოხუმის ქუჩებში დაატენდა. ბატონი ვახტანგი მე ხშირად ამბობდა, მიმოზები ყავდა იმ დროს სოხუმში და ჩემთვის სოხუმთან განშორებას მიმოზების სურნელი ასდის. მისი პრინციპულობა იყო გადამწყვეტი. მან უარი თქვა რეჟისორობაზე, უარი თქვა სიყვარულზე და წავიდა ხარკოვში სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად. მხოლოდ ერთი გზის ფული ჰქონდა. მე ამბობდა, რომ ჩავჭრილიყავი, უკან წამოსასვლელი ფული აღარ მქონდა, მაგრამ პოეზიის სიყვარულმა უშველა და იქ ჩააბარა. პოეზიის სიყვარულმა ასევე გზა გაუყალა მარინა თბილელის გულამდეც. მაგრამ მინდა. მაინც მინდა. მაგუშვის თვალებს ჩავხედო. გულს ხუნდები დახლართული ახსნა გავათავხედო. თუმცა ფეხქვეშ ვერ დაგიგე გულგაფათულ ავაზებს. კალმის წვერით შენს საკადრებს. ვერაში მოთავაზებს. ერთ დღეს კარზე კაკურის ხმა გაისმა. ო ილო ჩვენთან დიდ ხანს დარჩა. სანამ ჩემს მშობლებს სპექტაკლები ჰქონდათ, სანაპიროზე დავყავდი ხოლმე სასეირნო. ასეთი გემრიელი შოკოლადი ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამდა. შენ სიცოცხლეში? აი, უფრო გემრიელ შოკოლადებსაც გიგებ. როდის? როცა დიდი გაიზარდები და შენ სცენაზე დადგები. შოკოლადებსაც გიგებ. ყვავილებსაც მოგართმევ და ტაშსაც ყველაზე მაგრად დაგიგებ. ერთ დღეს ილო მითხრა, ქალაქში რაღაც საქმე გაქვს, ამიტომ მშობლებთან დაგტოვებ თეატრში. თეატრიდან დაბრუნებულებს მინა გაძარცული დახვდა. რატომ დარეკეთ მილიციაში, ბატონო მილიციაში იმიტომ დავრები, რომ ქურდი უნდა
ჩემსავით ისმოდეთ მას. ცოტათი მაინც შეგებრალებოდათ. მშობლებისგან ძაღლებით ქუჩაში გავდებული, სწორედ ასეთების პატრონი ქუჩაა თავისი დაუნდობელი წესე. ხოდა ჩემი ილოც აი ამ წულბეში აღმოჩნდა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია გესმის. მას ეხლა როგორც არასდროს ისევ ჭირდება. და თეატრის ვირათხილებულ კაბებს, ქუდებს და კოსტუმებს, რომლებიც გვერდ მსახიობებს თეატრმა მოგაბარად, ვინ ანაზღაურებს? ხელფასის დანაზოგი და გაზეთებიდან აღებული ჰონორარით გარდერობის საფასურს ბრო-გროშჩამდე გადავიხდი. ბატონმა აკაკი მგელაძემ, რომელიც დიდ პატივს სცემდა მამას, უყარული კაბა კოსტუმები კი ჩამოაწერინა თეატრის დირექციას, მაგრამ მამა ილოს ხელმეორედ გაუჩინარებას ამჯერადაც ძნელად შეემო. გავიდა წლები. ბატონო მიგო, კლინიკაში ერთი ახალგაზრდა პაციენტი გვიწევს მსგავსი დიაგნოზით. აქ მის ნახავად არავინ მივენახავს მოსული. ამბობს, ჩემი უფროსი ძმა ნიკოლოზ მიქაშავიძე სოხუმის თეატრში მუშაობს. ჩემი ამბავი მას შემდეგ შეატყობინეთ, რადგან სპავანყოფოს უპატრონურთა სასაფლაოზე დამოეხავდო. კიდევ ვიცით რას ამბობს? თუ მოხდა სასწაული და ჩემს მშობლებს სადმე გადაეყარა, უთხრას რომ მე ისინი ძალიან მიყვარდა. ბატონო მიგო, ჩვენი ცხადია, სიკვდილს ვერ დაველოდებით და აი გატყობინე. მითხარით რა წამლებია საჭირო. მითხარით რა წამლებია საჭირო. და გავუჩინეთ. შეუძლებ. ოღონდ ბიჭი გადამირჩინეთ. გემუდარებით ბიჭი გადამირჩინეთ. მართლაც, ილო საავადმყოფოდანაც გაეწერა და მამას დახმარებით კლინიკის კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელადაც დანიშნეს. ის არ ნახავდით მიქაშავიძეების ოჯახში სტუმრად მისულს. დაწყებული დიდი შალვადადიანით დამთავრებული აკაკი ვასაძითა და აკაკი ხორავადი, ჯანო ბაგრატიონით, კარლო კალაძით, ნატო ვაჩნაძით, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა. ქაბადო ლიანას ბატონ ზურაბ სოტკილავას სხვადასხვა უნდა გითხრათ, რომ ზურაბ სოტკილავა სოხუმელი იყო და სანამ დიდ საოპერო კარიერას დაიწყებდა, მანამდე ფეხბურთს თამაშობდა სოხუმის დინამოში. არაჩვეულებრივი მონაცემებიც ჰქონდა, მაგრამ მე ტრამვის გამო ვეღარ გააგრძელა თამაში. ქალბატონი ლიანა პარალელურად სოხუმის თეატრისა, სოხუმის ანსამბლშიც ცეკვავდა. და იმ დროს, როდესაც უკვე ნონა გაფრინდაშვილი მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ქორეოგრაფმა გივი ვაშაკიძემ დადგა ცეკვა, რომელიც ჭადრაკის თემატიკაზე იყო აგებული და რა დასაკვირია, შავი ფიგურების დედოფალს თუ ქალბატონი ლიანა ცეკვავდა.
1958 წელი სოხუმის თეატრში სრულიად ახალგაზრდა და გამორჩეული მსახიობი ლეო ფილტვანი მივიდა სამუშაოდ. მე ამ თეატრში ახალგაზრდა და მოცნებობდი მასთან თუნდაც პატარა როლი შემესრულებინა. ახდა ჩემი ოცნება და მხდა ბედნიერება სპექტაკლში მამა დააგდე თობი ლეო ფილტვანთან პარტნიორობით განმესახიერებინა სვანი გოგონა ნანა. ჩემი პირველი მთავარი როლი თეატრში. პრემიერაზე იყო ოვაციები, ტაში, თაიგულები. მაგრამ სპექტაკლის შემდეგ ჩემს საპრემიეროში ქალბატონ გერიკო აჯაფარიძის შემოგზავნა. მისგან მოლოცვა და შემოქმედებითი გზის დაუცვა ყველა ჯილდოზე ვიტი. ახლა სადებია. ეს იყო ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფიის წარმატებული დასაწყისი. წარმატებული დებიუტი ფეხბედნიერი გამოდგა და შემდეგი გზაც თეატრში ძალიან წარმატებული იყო. საკვირველია გავიხსენოთ ის როლები, რომელიც ითამაშა ქალბატონმა ლიანა, მივხვდებით რა გამორჩეული იყო მისი ცხოვრება თეატრში. ჯები ჰიუგოს მარია თეოდორში, რეჟისორი ლერი ბაქსაშვილი. ისევ ბატონ ლერისთან სპექტაკლში ბერნარ და ალბას საფრი. ლელა ბაშავშაველას პოემის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თანი მაღალნი. ნუციკო ოტია იოსელიანის გახმაურებულ პიესაში სანა ყურები გადაბრუნდება. ბატონმა დავით კობახიძემ სოხუმის თეატრში დადგა სპექტაკლი კიკვიძე. სხვათა შორის ამ სპექტაკლში ქალბატონი ლიანა კოტე მახარაძეს უწევდა პარტნიორობას. ანზორ ბაძაბიას ძალად ექიმშიც თამაშობდა. ასევე განსაკუთრებით გამორჩევის და გახსენების ღირსია ბატონი
თამას ჭილაძის პიესაში როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის, სადაც განსაკუთრებულად გამოარჩევდნენ გალბატულიანის შემოქმედებას. როგორც მოგახსენეთ, სოხუმში ქართული და აფხაზური დასები ერთთაერთში მოღვაწეობდნენ. ერთადვე ცხოვრობდნენ, მალე ერთად აუშენეს საცხოვრებელი სახლი და ერთ სადარბაზოში აფხაზები ცხოვრობდნენ, მეორე სადარბაზოში ქართველები. მოკლედ, ერთად ცხოვრობდნენ და ერთად მუშაობდნენ. ორივე დასს ერთი დირექტორი ყავდა და კრებებიც ერთად ტარდებოდა. ერთ-ერთ კრებაზე ქართული დასის წევრებმა თქვეს, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს თეატრს ერქვას აფხაზეთის თეატრიო. აფხაზური დასის წევრები ამბობდნენ, არა, ამ თეატრს აფხაზური თეატრი უნდა ერქვასო. Вообще-то я считаю своим несчастьем, что я окончил Тбилисский театральный институт, а не какой-нибудь театральный вуз в Москве, да? მოულოდნელად განაცხადა კრების თავმჯდომარე მსახიობმა როზინბეი აგრბა. На этот счет я тоже себя считаю неудачницей. აგრბას ვიკამაანიც დაეთანხმა, რომელიც სინამდვილეში გახდა თმარღანია და წარმოიდგინეთ 16 წლის ასაკში მიანიჭეს აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება თბილისში აფხაზეთის კულტურის დღეებზე. უნდა აღნიშნოთ, რომ ბევრი იდავეს, ბევრი ისჯელეს, მაგრამ თბილისიდან დადგენილება მოვიდა, რომ თეატრს ერქმეოდა აფხაზური თეატრი. ქართული დასის დაფინანსებაც დაუქვემდებარეს აფხაზურ დასს და ხელმძღვანელობაც აფხაზი დანიშნეს. თბილისიდან ერთი მოგრძალებული ფრაზა გამოაგზავნეს. აფხაზიელი ციერი ცხოვრმანია და უნდა დაუთმოთ. ხოდა დაუთმეს. 1969 წელს სოხუმის ქართული თეატრის დასი ტოვებს მშობლიურ კედლებს. არა და ბავშვი რომ ვიყავ. აფხაზური დასის სუფლიორი ახალგაზრდა გოგონა ზინა ბაგათელია, სოფელ აფხაზეთიდან. თეატრში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ჩემმა მშობლებმა შეიკეთლეს სასტუმრო რიწას ერთოთახიან ბინაში. არა, ზინას დავყავდეს ყობაში. დროდადრო ზინას მამაც ჩამოვაკითხავდა ხოლმე სოფლის ნობათით ხელდამშვენებული. როგორ მიყვარდა ჩემი დადო. ჩემი აფხაზი ბაბა. აფხაზებებიაც მყავდა. ჩემი ნანდო. როდესაც მათთან არდადეგებზე ჩავდიოდი სოფელ აფხაზეთში, გულაჩუყებული ნანდო ჩამიკრავდა ხოლმე თავის თბილ მკერდში. На, бухазгой, баба хазу жанц,
სისხლშო ციხარ ნანა როგორ გევა ამ სიტყვებს კიდევ და კიდევ თითქოს თავისთვის იმეორებდა და გულში მივხვდებოდა განამაშა იმ ბედნიერ დროს ჩემი და ჩემი ნან ზინა მისი დები ნატალია და შუდელიან თავად მე წარმოვიდგენდით რომ ჩემს ულამაზეს ავგახოში სადაც ბავშვობის შეუდარებელი დღეები გამიტარებია ჩასვლა ამ ეკრძალებოდა ერთი სიტყვით ასე ცარიელ ტარიელი გამოუშვეს ქართული დასი აფხაზური თეატრიდან. ფოტოების, აფიშების და პროგრამების წაღების უფლებაც კი არ მისცეს. აი, ბევრერთა სასახლის შენობა შედით და ითამაშეთო. ნახევრად დანგრეულ ავარიულ შენობაზე უთხრეს. იქ რო ვერ გააგრძელეს ფუნქციონირება, მერე ისევ პირვანდე, სადაც დაარსდა ქართული თეატრი სოხუმში, იქ დაიდეს ბინა და ამ დროს სოხუმის თეატრის რეჟისორად ინიშნება გოგი ქავთარაძე. აი აქედან იწყება სოხუმის თეატრის ახალი ოქროს ხანა. უკანასკნელად 1992 წლის 13 აგვისტოს აბედი. იდუმარი, უფრო მის პირველი სიჩუმე გამეფებულიყო. აგიჩემე, გავგებარი იდუმარება. საბულეში ალბათ მგონია უმისწრება მეთქი იმ დროისათვის აფხაზეთში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ორივე მხარის უპატიებელი შეცდომებისა და მერმე მხარის მეცადინეობით განსაკუთრებულად დაწყებული გახდათ ეშელის ხეობიდან ბოლო ავტობუსს გამოყენე მეორე დღეს 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ჩვენი ბიჭები ომის პირველ სავე დღეებში ჩაედგნენ ბრძოლაში და სხვადასხვა ბატალიონში გადანაწილდნენ. ვახტანგ ელერდაშვილი, კახა ძაძამია, გია ფარცვანია ჩემი ვაჟი, ჯაბა ჯაიანი, როლანდ ხუროძე, ნოდარ ფერცულიანი, დავით გაჩიჩილაძე, ვასიკო ჩხეიძე, დიმა ჯაიანი, ლევან ლოგუ, ზურაბ ბიბლიანი, თენგიზ ბეგუა, სლავა ბუჭოლიშვილი, კახა სოფრომაძე, ვალერი არღულიანი, დავით კვაჭაძე, ზაზა მიქა, ნუხტარ ჩიქოვანი და ენემე ოსიდიანი აფხაზეთის ტელევიზიით აშუქებდნენ საბრძოლო მოვლენებს.
ბიჭების ეს მონათხრობი ნამდვილი ამბავი ლეგენდას უფრო გავს. აფხაზეთისთვის უჩვეულო, ზამთრის სუსტიანი დღეა. ლაბრის ხეობაში ალყაში მოქცეული ქართველ ავღანელთა სპეცდანიშნულების 130-მდე მეომარს მოწინააღმდეგე მასირებულად უტევს. სნაიპერის ტყვიამ ერთ-ერთი სიცოცხლე შეიწირა. 2 დაიჭრა. ისმის ქართველთა საპასუხო გასროლება, მაგრამ ატულობს გაურკვევლობა და ამ ვითარებისთვის ყველაზე საშიშია დაბნეულობა. და არსებიდან დახმარების იმედი რჩევს. უცებ ყველასგან მოულოდნელად ისმის 19 წლის ჯავაჯაიანის ხმა. ის ჩემო კარგო ქვეყანას მღერის. რაღაცამებში მის ხმას სხვადასხვა საძლიერებს. შემდეგ მეორე, მესამე, მეხუთე, მეათე და ხდება საოცრება. თელაბრის ხეობაში ტყვიების ზუზუნს ქართველი ვაჟკაცების ნამღერი ფარავს. იმ დღეს ბიჭებმა რის საოყას თითქოს სიმღერის წყალობით დააღწიეს თავი. ჯავაჯაიანის გვერდით იყვნენ მისი მეგობრები კახა ძაძამია და გია ბარცოვი. ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯავაჯაიანი თბილისში გაზრდილი კაცი იტყვის: სოხუმი არ იყო მარტო ზღვადაბრი ხალხი. ამბირანთან ყავის დალევა, ან კუკურჩარი. ეს იყო ურთიერთობა და ამ ურთიერთობის დაუწყება შეუძლებელია. ჯავაჯაიანი ეხლა სოხუმის თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჩემი თხოვნით სამხედროებმა ჩემს მიერ ჩავაგებული ყუთები ქართულ თეატრში გადაიტანეს.
შემდეგ როგორც შევიტყვეთ თურმე ეს ყუთები რუსებს დაუძღვავთ. Деида Оля, მე ვეცად გადამერჩინა წარსული, ორივე თეატრის განვლილ დღეებთან ერთად. მე ვეცად. დაჭრილი მეომრები სწრაფოდ უნდა გადაგვიყვანა თბილისის ჰოსპიტალში. მე როგორც დაჭრილ მეომართა დაცვის დედათა კომიტეტის წევრს ქალბატონმა მუცარდაშვილიამ დამავალა დაყოლოდი მათ. თბილისში რესპუბლიკური წავადმყოფოს დერეფანს მიუყვებოდი, როცა ნესტნარები ხმა შემოესმა. ნუნუ ექიმო. მე მომარებია და არც ექიმი გახმარა. უბრალოდ ექიმს ვეხმარი. როგორ არა, თქვენ ჩემი საყვარელი ნუნუ ექიმი ხართ. მე სოფელ შრომიდან ვარ. იცით რამდენჯერ მინახე ხართ ნუნუ ექიმის როლში. ავტობუსითაც გვიმგზავრია ერთად. როგორ გამახარეთ. დანო. სამტანო უცხოდა მარებო. ზილფო გავებო. მომკლავებო. ვერ საგარებო. წამწამ თვალნო მისათვალნო. შემაზარებო. ზოწლავ ვაგეო. დამ დაგეო. სულთ წამარებო. ირომ თორეო. მომიგონე. სისა დარებო. სტავადმყოფოში მე ბოლოჯერ ვიყავ ექიმის როლში. 1795 წელს, როცა საქართველოში ბრძანისის ბრძოლა გაიმართა, მერეკლე მეფემ რო ნახა ურიცხო ლაშქარი ყავდა აღა მაჰმად-ხანს, დაიბარა თავისი კარის თეატრის მესოურები გაბრიელ მაიორი და მაჩაბელი დაუთხა. ბრძოლის პირველ ხაზზე მსახიობთა დასი ჩამოამსკრივეთ. აღა მაჰმად-ხანის ლაშქარი რო წამოვა ზარბაზნები და იარაღი ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენმა მსახიობებმა დაირათი დიპლიბიუტოთი სიმღერითა და ცეკვით გაამხნევა მეომრებიო. მსოფლიო თეატრის ისტორიაში ეს არის მე მგონი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მოღვაწე ყველა მსახიობი ერთ დღეს წვეთ სიცოცხლეს. ისინი სამშობლოს ეწერებიან. გავიდა 200 წელი და ამ ტრადიციის გაგრძელება სოხუმის თეატრს. Starep charep mana khodu simotim gar sevgi ulmuga Skanes tune dela bako mahodu shoshabita hasho khalge
ბიჭებმა მე და ჩემი დედა-შვილი თვით ფრიდავში ლამის პირველები აღვიყვანეს. ფრიდავი გადაიქს. ლაიმერის პანჯარასთან ვიჯექი და შევყურებდი ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც თავის თანამებრძოლებთან ერთად მტრის მიერ აღებულ ქალაქში რჩება. სარკე ფიქრები მომეცა. ერთიანად ამაცაგდა. დედა-შვილი თვალს არ ვაშორებდით დიდხანს. მივხვდი, რომ სპექტაკლი მართლა თამაში ყოფილა, ხოლო შვილთან განშორების პირიქი უსტაშველოდ ძიმ. ვინიც გიარას განიცდა, ან რატომ მიყურებდა ასეთი დიდი თვალი? ალბათ, მაშინ გაჭეღარა ჩემი შვილი. 1993 წლის 28 სექტემბერს, დღის 5 საათზე, უკანასკნელი ქართული თვითმფრინავი აფრინდა ბამუშერას აეროპორტში. ეს იყო ჩემი დაბადების დღე. უმძიმესი დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში. ეს ამბავი, რომელიც სოხუმის თეატრს, საქართველოს უახლეს ისტორიას, დაცემულ ქალაქს უკავშირდება, თითქოს ლეგენდაა. გაუბედურებულ სოხუმში, სოხუმის ქართულ თეატრში ტელეფონის ხმა გაისმა. თეატრის დარაჯმა ნიკოლოზ კაკაჩიამ ურმილი აიღო. სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ? სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ. გისმენთ სოხუმის ქართული თეატრი. სოხუმის ქართული თეატრი. გისმენთ სოხუმის ქართული თეატრი. სოხუმის ქართული თეატრი. სოხუმის ქართული თეატრი. სოხუმის ქართული წელს უკვე დევნილმა თეატრმა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დიდოსტატის მარჯვენა ითამაშეს. არტისტებს ისტორიული კოსტუმების ნაცვლად ჯარისკაცის ფორმები ეცვათ. სპექტაკლის ბოლოს რეჟისორი გოგი ქავთარაძე გამოვიდა და ომახიანად თქვა: უკანიხებს ის, ვინც იბრძვის. სოხუმის თეატრიც დროებით უკან ნახევარი თეატრია. დევნილობის პირველ წელს რუსთაველის თეატრში გასის შეკრება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ბატონი მიშა ჩუბინიძეც მოგზაურდა. მიშა ჩუბინიძე სოხუმის თეატრის ფუნდამენტი. საბჭოთა კავშირის პირველი სახალხო არტისტი. ჯანმრთელი მზერითა და თავის გუღიმ გამომეტყველებით. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ცირეოდენი პაუზის შემდეგ გავიგონეთ მისი გამორჩეული ხმაც. ჩემს სიცოცხლეს ისე უხდებით. ვიდრია საკმაოდ გაზიმშვილი. არმა სარკმელი რომ
ამ ჩემს სიმღერეს რა ეშველება. მე ჩემს თეატრთან ჩამოვიარე. წვიმდა და წვიმდა. თავდავიწყებით. მაშინ Ja, audio. დაამთავრა ცნობილი სიმღერის ტექსტი თავისი ინტერპრეტაციით და ჩუმად დატოვა დარბაზი. მეორე დღეს განცხადება მოიტანა თეატრიდან წასვლის შესახებ. მიხეილ ჩუბინიძე, დიდი არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. მან თითქოს თავიდანვე დასვა ტოლობის ნიშანი მასა და სოხუმის თეატრს შორის. განცხადება მიიტანა, რადგან დაკარგულ აფხაზეთს თან გააყოლა თავისი პროფესიაც, მისი აწმყოც და მომავალიც. ბატონი ვაჟა ჩუბინიძე, მიხეილ ჩუბინიძის ვაჟი. საოცარი სამყაროა თეატრი. ხშირად გაიგონებთ, რომ ამბობენ თეატრი ინტრიგების ბუდია, დაუნდობლები არიან, ერთმანეთი არ უყვარდო. მაგრამ თუ უფრო თამამად ჩახედავთ თეატრის ისტორიას, ერიკაობა და ყენობიდან დაწყებული, ერეკლეს კარის თეატრით დამთავრებული, ყოველთვის იდგა იქ, სადაც საქართველოს ჭირდებოდა. რამდენჯერაც გადასარჩენი იყო ქართული ენა, ქართული თეატრი ყოველთვის იგივე. ერისთავის სამშობლოთი დაწყებული, სხვადასხვა მხარის შემოერთებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს. ქართული ენა ყოველთვის სახელმწიფოებრივ სამსახურს ემსახურებოდა. ქართული თეატრი. და აი ამ ისტორიის და ტრადიციის გამგრძელებელი გამოდგა სოხუმის თეატრი და განსაკუთრებით დევნილობაში. ამ ყველაფერს მთელი დასი ერთად აკეთებდა და ეს ყველაფერი დიდწილად თეატრის მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის დამსახურება იყო. ბატონი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს სამხატვრო არტისტი, მარჯანიშვილი, შარვაშიძე, სახელმწიფო პრემიერის ლაურეატი. 2019 წელს ამ სივრცეში მათ ერთად იზეიმეს ახალმოსახლეობა. და მართლაც საოცარი რამ არის თეატრი. ის არასდროს არ კვდება. იდის და აგრძელებს. ვიცით რომ წინ დიდი გამოწვევები გვერდის. ვიმედოვნებთ რომ ეს გამოწვევები მხოლოდ გაგვაძლიერებს ჩვენ ერთად შევძლებთ სოხუმის ქართული თეატრის აყვანას ახალ სიმაღლეებზე და წამს აფხაზეთის ხმას ხმამაღლა და მკაფიოდ გაიგონებდა ყველგან. დავით საყვარელიძე სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი.
ამიმაგუნდა. თეატრში მთავარია, როგორ ყვები იმას, რაც უკვე დაწერილია. აპატიმიცას, მე ხომ არაფერი შემთხსავს. უბრალოდ გიამბეთ ის, რაც ჩაიტენა ჩემმა ქალაქმა. რაც მას ტიფონ აკრიფა. აფიშები, ქუჩებიდან. ზღვის სანაპირო, სკვერები. ჩემი სოხუმერების. მე რა უკვე 85 წლის ვარ. ცხოვრება გრძელდება. თეატრის ისმით. ლიანა მიგაშოვიც. სცენაზე მხოლოდ ქალბატონ ლიანა მიგაშოვიც. ადამიანმა 85 წელი მაინც უნდა იცხოვროს, რომ დააგროვოს ყველა ის შემთხვევები და მოიგონოს ყველა მსახიობი. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, როგორც ყოველდღე ვკითხულობ მე აი ამ წიგნს, რომელიც მე დავწერე. იგივე განცდებით ვარ, როგორც პირველად წავიკითხები. ისევე განვიცდი ყველაფერს ჩემი ბავშვობიდან დაწყებული იმ მსახიობებს, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები. ეხლა მეორე წიგნსაც ვამზადებ, რაც გამორჩა, რაც ყველაფერი არ მოთავს ამ ერთ წიგნში. ალბათ იმ ზეციურ სამყაროში, სადაც მამა ჩემი სულია, იმას უხარია ალბათ, რომ მე მისმა შვილმა ყველაფერი აღწერე, რაც განვიცადებ, ერთად რაც განვიცადებ მამა შვილმა, ჩვენმა ოჯახმა. და მე რა მეთქმის, მადლობა მეთქმის. მადლობა ჩვენ მთავრობას, მადლობა კულტურის სამინისტროს, ჩვენ მინისტრს, ახალგაზრდა მინისტრს. მადლობა ჩემ რედაქტორს, რომელმაც შემაძლებინა ეს წიგნი დამეწა. რაც მოისმინა და შემდეგ წიგნად აქცია. დიდი მადლობელი ვარ მოგზარ გალობლიშვილის. ის მამაზი და რომელიც საოცარი მისი მხატვრობა არის იქა. დიდი მადლობელი ვარ ისი. დიდი მადლობელი ვარ რომ ეს სურათი, რომელიც არის ამ სცენაზე, ეს ჩემი საყვარელი მსახიობის არღლიანის ქალიშვილმა დახატა. და დიდი მადლობა მესმას ამისათვის. დიდი მადლობა ჩემ თეატრს, სულ ყველას, ჩემ მაყურებელს, რომლებსაც ასევე განიცდიან
იქაურ ამბებს, სოხუმის ამბებს და ვფიქრობ, რომ დადგება ალბათ დრო, ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ უნდა დავბრუნდებით. ჩვენ აი იყო ასეთი ჩხაიძის სპექტაკლი, როცა ქალაქს ძინავს. სოხუმიდან გამოსული ქართველებს არ ძინავთ და იმ წიგნსაც, რომელსაც მეორე წიგნს, რომელსაც მე ვწერ, დავესისყები ჩხაიძეს, როცა ქალაქს არ ძინავს. თქვენ სულ ყველა ასევე განიცდით. თბილისიც ძალიან კარგია დედაქალაქი. მაგრამ ჩვენი სოხუმი მაინც სულ სხვა არის. არა, უსათოდ უნდა დავბრუნდეთ სოხუმში და ჩვენ ქუჩებში გავიაროთ. ამის ის მიკას უყვარს სოხუმი, სოხუმელები უყვარს. რამდენჯერ შემომთავაზა, რომ მე გამოსულიყავ მასთან ერთად, მაგრამ მე ვუთხარი, მე უფრო კარგად ვწერ, ვიდრე ვლაპარაკობ. ასე წერდა მამაჩემს იმ ზეციურ სამყაროში ნაფერი დაადგეს. მან შემაყვარა თეატრი, მან შემაყვარა ყველა მსახიობი, რომელიც გახსენებაც კი ჩემთვის ძალიან ძიმე შეიქმნა. ეს სურათის გადაშეხვეს, ეს ახალგაზრდა ვიყავი თეატრში, შევდიოდი სოხუმის თეატრში და მაყურებელმა გადაღებდა ეს სურათი. რატომაც კარგი გამოვიდა. ეს იქნება ახალგაზრდა. იყო 55 წლის, მაგრამ მე სრულიადაც არ ვწვევ ამას. დედაჩემიც გარდაიცვალა 102 წლის. ისიც მსახიობი ძალიან ლამაზი. ჩვენ სცენაზე უნდა მოვიწვიოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ჭინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურის მინისტრი ბატონი ბექა ღვაჩნიერი. მოგესალმებით. სტუმრებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენ წინაშე წავიდე სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის რანგში. დღევანდელი დღე, დღევანდელი საღამო კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ ცოცხლდება აფხაზეთი ხალხით, თქვენით, ჩვენით და აი ეს გამოვლილი გზა, ის ისტორია, რომელიც ჩვენ შევქმნით თითოეულმა დევნილმა შექმნა სიამაყით, ეს სიამაყე ეს ღირსება, რომელთაც მოვდივართ, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ არ დავბრუნდებით სოხუმში. დღეს, როდესაც ქალბატონ ლიანას გადავწერთ მადლობის სიგელს, იღვიძებს აფხაზეთის ხმა და ჩვენი აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი არის, რომ აფხაზეთის ხმა ისმოდეს საქართველოს ყველა წერტილში. რათა ყველა მიცოდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გავლიეთ
და ის დამსახურება, რომელიც დღეს ვიხილეთ, აი ეს ისტორია და მე მინდა ქედი მოვიხარო გმირების წინაშე, იმ ახალგაზრდების წინაშე, რომელმაც თავი გაწირეს და საკუთარი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შეწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს და მე მინდა ქედი მოვიხარო ამ წინაშე. მათი იდეა კიდევ აუცილებლად განხორციელდება და აღსრულდება და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით სოხუმში, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი. აუცილებლად ეს ალბათონი ლიანა 8 წელი იმდენად დიდია და მისი წიგნიც ამას ხატობს სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ. ეს არის მაგალითი და ეს არის ხიდი რა ხიდზეც აფხაზებმა და ქართველებმა ერთად უნდა ვიაროთ სოხუმის გზაზე და დარწმუნებული ვარ ეს იდეა განხორციელდება და აღსრულდება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ალბათონია თქვენი შემოქმედებისთვის, თქვენი ადამიანობისთვის და მე მინდა მთელი გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ და ყველაზე დიდი მადლობა მე მინდა გითხრათ იმისთვის უანგარო და უპირობო სიყვარულისთვის აფხაზეთის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით ესეთი საღამოსთვის და მე კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ და პატივისცემით თქვენს წინაშე ვიხდი ქეთს. იმიტომ რომ დღევანდელი საღამო ცხადდა და ყველამ ერთად ვიხილეთ თუ როგორი დიდია ეს კულტურა, რასაც ბევრი წლების განმავლობაში თქვენ ასეთ დიდ ადამიანებთან ერთად დროს უთმობდით ამ ისტორიებში ის ბევრი ტკივილი, ის ბევრი სიხარული, რომელიც ნაზავი იყო, ესე ლამაზად გადმოგვეცით და თუ რამე არსებობს კულტურული მემკვიდრეობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილოთ, დავიცვათ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ დღევანდელი დღისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს ლამაზი საღამო და ეს ყველაფერი ეს თქვენი წყალობით არის.